25 იანვარი, საღამოს 8 საათი. ეს ტემა პირველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს და ამ არხზე გამომძიებელ ჟურნალისტად რო დგება. მადლობა მაყურებელს, რომელიც შემოგვიერთდა და დღევანდელ საღამოს ჩვენთან ერთად გაატარებს. 20 იანვარი დადგა, ტრამპი პრეზიდენტი გახდა. თეთრ სახლში შევიდა, მაგრამ ქართული ოცნებისთვის არაფერი შეიცვალა. მათ ისევ არ აღიარებენ, მათ ისევ არ ცნობენ, მათ ისევ არ ესალმებიან. ცივილური სამყაროსთვის ივანიშვილი უხეირო დიქტატორია. მისი პარტია ავტოკრატების მცველთა ჯგუფი. ქართულ ოცნებას ამ კვირაში დიდი იმედგაცრუებები ჰქონდა. მხოლოდ მათ არა, მათ მხარდამჭერებსაც. კობახიძე, რომელიც ტყუილების ოსტატად ჩამოყალიბდა, ჯერ კიდევ შარშან გვიმტკიცებდა, რომ შანსი არ იყო პროტესტი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და 20 იანვარს ვერ მიატანდა. მაგრამ ხვალ 60 დღე გახდება, რაც უწყვეტად ადამიანები ქუჩაში დგანან. ყოველ დღე რუსთაველის გამზირი გადაკეტილია და ისმის მოქალაქეების დიდი პროტესტი ამ ქვეყანაში. მაგრამ რეჟიმს არაფერი გამოსდის ამ პროტესტის ჩასახშობად. პროტესტი ვერ გააჩუმეს. დაკავებებით ხალხი ვერ დააშინეს და ერთი მეორის მიყოლებით სინდისის პატიმრები ამ ქვეყანაში ბრძოლის დიდ მაგალითს იძლევიან. სალამი ყველა იმ სინდისის პატიმარს, რომელიც ახლა ამ გადაცემას ციხის საკნიდან უყურებს. სალამი მზია ამაღლობელს, სინდისის პატიმარს, ვინც ამ ქვეყანაში თავისუფალი მედიისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. საქართველო თქვენით ამაყობს, თქვენი თავდადებით, თქვენი გამბედაობით, თქვენი სიმამაცით. თქვენნაირი ადამიანები წერენ ამ ქვეყნის ისტორიას. წლები რომ გავა და ამ მოვლენებს ისტორიკოსები მატიანე შეაფასებს, იქ აუცილებლად იქნება თავი თქვენზე, მსახიობებზე, ვინც თავისუფლებისათვის ბრძოლის გამო ციხეში ჩააქვსვეს, სტუდენტებზე, ვის გაჩუმებასაც ციხით ცდილობდნენ, ჟურნალისტზე, რომელიც ციხეში სამაგალითოდ დასჯის მოტივით ჩასვეს, რომ ყველა დაეშინებინათ. ისტორია ილაპარაკებს მოქალაქეებზე, ომის ვეტერანებზე, ახალგაზრდებზე, ვინც ამ რეჟიმს დაუღალავად ებრძვის და ვინც რეჟიმის დემონტაჟს ცდილობს. წლები რომ გავა ამ ხალხს, ვინც ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც დააბრალა მინისტრობა, პრეზიდენტობა, პრემიერობა, დეპუტატობა და თან დააჯერა, რომ ისინი არიან, საქართველო თქვენზეც ილაპარაკებს. ილაპარაკებს თქვენზე როგორც რუსებზე, გარუსების მომხრეებზე, ქვეყნისთვის ძირ გამომთხრელებზე. შემდეგ წლები რომ გავა, სატელევიზიო ეთერებში ან თქვენს მემუარებში ჩვენ მოვისმენთ ან წავიკითხავთ თქვენს ახსარებას. როგორ არ გინდოდათ, როგორ გაიძულებდნენ, როგორ შეცდით. ასეთი მაგალითები წარსულში ბევრი გქონია. მაგრამ თქვენს სინანულს რეჟიმის მსახურებო მომავალში ჩალის ფასი ექნება, რადგან ამ ქვეყნის ბედი აქ დაახლოწდება. საქართველოს ევროპული მომავლის ბედი და ამ დროს თქვენ აირჩიეთ ძირი გამოუთხაროთ ქვეყანას იმისთვის, რომ უხეირო დიქტატორი, რომელიც უკვე წლებია თავის ფულზე ტირის, კიდევ უფრო გამდიდრდეს და სადღაც დაკარგული მილიარდები დაიბრუნოს. ივანიშვილის სინანულის განცხადებებმა ამ კვირის განმავლობაში გადაავსო სატელევიზიო ეთერი და პრესის ფურცლები. დარდობს ფულზე, რომელიც თურმე უკანონოდ ვიღაცამ სადღაც რატომღაც დაუბლოკა. და თავადაც ამბობს, რომ ეს არის მმართველი და ეს არის ოლიგარქი, რომლის ხელშიც დღეს არის ჩვენი ქვეყანა და რომლისთვისაც მთავარი ამ ქვეყანაში არის ფული. ძლიერ სახელმწიფოს ქმნიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები, რადგან ეს სახელმწიფო არის ხალხი და წლებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეებმა ირწმუნეს, რომ ცვლილებები მოდის მხოლოდ ბრძოლით და სხვა შანსი უბრალოდ არ არსებობს. ხოდა ხალხიც ამ წუთებში, ქუჩებში 59 დღეა ისევ იბრძვის. ისინი მოდიან და მიდიან.
ხელისუფლებები მუდამ იცვლება. მინისტრებს პოსტებიდან ივანიშვილი ისე უშვებს, წინა დღეს რომ თავი მმართველები გონიათ, მეორე დღეს დილით გაღვიძებულებმა ისიც კი არ იციან, სად აქვთ წასასვლელი. აქვთ შიში, ხომ არ დამიჭერს, ხომ არ გაბრაზ და მშვიდობიანად ხომ დასრულდება ჩემი თანაცხოვრება ბატონ ბიძინასთან. და ამ დროს დილით ან საღამოს, როდესაც თუნდაც რამდენიმე წუთი საკუთარ თავთან მარტო დარჩებით, თქვენს თავს კითხეთ და რა გიღირთ ეს ყველაფერი. პროპაგანდისტების შვილები ქუჩებში დგანან, მათ რეჟიმის სინდისის სასამართლო ასამართლებს და ამ დროს პროპაგანდისტები ისევ ცდილობენ ივანიშვილის რეჟიმს ძალაუფლება შემატონ და ადამიანებს ტყუილებით თავებით გამოურეცხონ. აი ასეთია ქვეყანა, რომელიც ჩვენ ოლიგარქმა მოგცა. ამ ადამიანებს გონიათ, რომ ყველაფრის კეთება შეუძლიათ, ყველას გააჩუმებენ. თუმცა ამ უწყვეტმა პროტესტმა კარგად დაგვანახა, რომ ისინი ყველაზე სუსტები არიან. გუშინ კაცი, რომელზეც ივანიშვილს მზედამთვარე ამოსდიოდა და მის მილიარდებს ანდობდა, დღეს ქუჩაში დგას და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. გუშინ მინისტრი, რომელსაც ივანიშვილი დაფოფინებდა, დღეს მას რეჟიმის მმართველს ოლიგარქს უწოდებს და მის გადადგომას ითხოვს. სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ დასასრული ნამდვილად დადგა. ოლიგარქს განსაცდელი უდგას. მმართველობის პირველ წელს თუ მეტნაკლებად იყვნენ ჭკვიანი ადამიანები, ვისაც მასთან ერთად ერთ გუნდში, ერთ პარტიაში, ერთ მთავრობაში ყოფნა უნდოდა, ახლა ასეთი ადამიანები შემოეცალა. მხოლოდ ისინიღა შემორჩა, ვისთვისაც მთავარი უნარი მხოლოდ და მხოლოდ მორჩილებაა. და ამ ქვეყანაში ამ უბედურების მთავარი პასუხისმგებლობა არის სწორედ იმ მოსამართლეებზე, რომელსაც ნერვი არ უტოკავთ და ისე ასამართლებენ საქართველოს მოქალაქეებს. იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში მოკალათებულან და თითქოს დაბრმავდნენ, თითქოს დაყრუდნენ და არ ესმით არჩევნების გაყალბების ხმა და ვერ ხედავენ ამ ფაქტებს და მზად არიან ოლიგარქის სამსახურში ჩადგნენ. ისტორია აღწერს ყველაფერს და ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს. ისტორია აუცილებლად ვილაპარაკებს მოსამართლეზე, რომელმაც მიიჩნია, რომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომელმაც ამერიკაში დაბადებულ მოქალაქეებს ავტომატური ამერიკის მოქალაქეობის მიღების უფლება შეუჩერა, არაკონსტიტუციური იყო. გაბედა და ამერიკელმა ფედერალურმა მოსამართლემ ამ კვირაში ტრამპის ბრძანების მოქმედება გააჩერა. ჩვენს ქვეყანაშიც სიძლიერე იქნება მაშინ და სახელმწიფო იქნება ძლიერი მაშინ და ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მოქალაქე იქნება დაცული მაშინ, როდესაც ნამუსგარი ცხილი მოსამართლეებისაგან სისტემა გაიწმინდება და როდესაც მოსამართლე მიხვდება, რომ ის ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალი თანამდებობის მფლობელია. ნახეთ კანონი რას გვეუბნება, გამწესებულია უვადოთ მოსამართლედ. ის არის დაცული, მას აქვს იმუნიტეტი, მას აქვს მაღალი ხელფასი და ერთადერთი რაც მან უნდა გამოავლინოს, ეს არის კეთილსინდისიერება და რწმენა, რომ მას გააჩნია თავისუფლება. როდესაც თქვენ გამოასხივებთ თავისუფლებას, როდესაც სასამართლო დარბაზებში ადამიანები სამართალს იპოვიან, ხელისუფლებაში ივანიშვილი ან მასზე უფრო უარესები თუ იქნებიან, ის სახელმწიფოს ვერაფერს დააგრებს. რადგან მოქალაქე წავა სასამართლოში, იქ გაასაჩივრებს და ექნება რწმენა, რომ ის სიმართლეს აუცილებლად იპოვს. ასეთი რწმენა უნდა ჰქონოდა მზია ამაღლობელსაც, ბათუმელები ნედგაზეთ დაფუძნებელს, რომელიც უვადოდ გამწესებულმა მოსამართლემ მურუსიძის კლანიდან წინასწარ პატიმრობაში გაუშვა ისე, რომ არ არსებობდა ამის არანაირი საფუძველი. თავისუფლება მზია ამაღლობელს. მზია გესალმებით ჩვენი სტუდიიდან. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ჟურნალისტი ამ ქვეყანაში ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე შენ არ იქნები თავისუფალი.